გამოვდიოდი, გახსნა ხავიერ სოლანას იყო, ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც ყველა დღევანდელი თემები იყო განხილული, რაც ევროკავშირს აწუხებს და აინტერესებს. ჯერ ერთი უნდა ითქვას, საქართველოს რაც ეხება, ცხადი არის, ჯერ ერთი ეს გავიგოთ ერთი რამე, რომ დღეს ევროპაში და საერთოდ მსოფლიოში ორი მთავარი თემა არის ჯერ ერთი ახალი ამერიკული ადმინისტრაცია და ობამას არჩევნები, რომელიც უკვე დიდი რამდენიმე კვირა ნათელი იყო, რომ ობამას ირჩევდნენ, როგორც ჩანს, მხოლოდ თბილისში და მოსკოვში არ იცოდნენ და ან არ მოწონდათ, ეს რაღაცა უცნაური შეთანხმება მოხდა თბილისის და მოსკოვის შორის იმ თემაზე, რომ მაკეინი ურჩევნოდა ვიდრე ობამა. მე მგონი და ამ თემასაც დაუბრუნდები, რომ ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ალბათ დადებითი შედეგების მომტანი, თუმცა მე არ ვარ მომხრე იმისი, რომ ჩვენ ველოდოთ მხოლოდ სხვისგან ხსნას და არა ჩვენში მოვნახოთ. მეორე თემა, მთავარი თემა არის მსოფლიო ფინანსური კრიზისი, მსოფლიო უკვე ეკონომიკური კრიზისი და არა მხოლოდ ფინანსური კრიზისი, რომელიც ცხადი არის ყველასი მოსაზრებებში და არის პირველ პლანზე და არა საქართველო. ამიტომ საქართველო გადავიდა როგორც მოსალოდნელიც იყო, ეს ყველა ვიცით, როგორ მიმდინარეობს საგარეო ურთიერთობები, იცით, რომ ასეთი თემა, რაც არ უნდა მწვავე იყოს და რაც არ უნდა ჩვენთვის მტკივნეული, არ რჩება მსოფლიო ასპარეზზე წინა პლანზე, ყოველთვის ხდება ისე, რომ სხვა პრობლემები მოდიან და იმას ცვლიან. გადავიდა მეორე პლანზე საქართველოს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. ამ პლანზე წინ წამოიწია ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობა, რაც ასევე მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ნათელი არის, დიდი ხანი არის, რაც არ უნდა ჩვენ აქ გვინდოდეს ან ქმნიდეს ილუზიებს იმისი, რომ შეიძლება რაღაცა ჩვენს გამო დაპირისპირება მოხდეს კონფრონტაციაში გადავიდნენ, ეს არის სრული რაღაცა ზღაპარი. ევროპას აქვს თავისი ინტერესები და ამ ინტერესების ფარგლებში სხვათა შორის გამოიჩინა ჩვენს მიმართ ძალიან დროული რეაქცია. მე მესმის აქ რაც ითქმის და სხვათა შორის იქაც ესმით. აქ რა შენიშვნები კეთდება ევროპაზე და იმაზე, რომ ევროპამ ასე თუ ისე მიგვატოვა, რაც არის სრულიად არასწორი. ამ ინტერესების ფარგლებში და თავისი ბერკეტების ფარგლებში ევროპა იცავს იმ პრინციპებს, რომელიც არის ევროპული პრინციპები. ამაზე მეტი არც უნდა მოვითხოვოთ და არც არ უნდა გავავრცელოთ იმის ილუზია, რომ შეიძლება ამაზე მეტი იყოს. ზუსტად თქვენი ფაზები დააფიქსირეთ ფორესტები და ინტერვიუს დროს სააგაშომა იგი შეხედვია საკონდ და დარწმუნებულია, რომ ხვალეს რუსეთსა ევროკავშირის სამიტი გეცოდინებად კანში არის. აი ამ ფაქტის მაბადეთ ნისაში არის და ამ პრინციპები ევროკავშირისთვის სააგაშომა ბრძანა, რომ ისიც თავარია პრინციპები და მაღაზი გაუსვა, რომ ალბათ ევროკავშირი აი პრინციპს საზღვარის მიღება და ასე შემდეგ დაიცავსა. რამდენად იქნება ევროკავშირის მიდგომა აი ელასტიურობასთან მიახლოვებული რუსეთთან, მე ხშირად გამომიდგენია ხოლმე საერთოდ იგივე ესეთთან გამტარებულ რაღაცას ყვარათი აფინირებენ, აწყნარებენ, ამშვიდებენ. ეს ფორმატი იქნება იქა და ოჯახი სარკოზის დაულიმედებია სააკაშვილი, რომ საქართველოს და ეს სამიტზე, ამ ნიცაში ჩატარებულ სამიტზე ევროკავშირში საქართველოს აუცილებელ ინტეგრაციაზე ისაუბრებს. ერთი მე არ მგონია, რომ არ ვიცი საიდან მოიტანა, მე არ მგონია, რომ საჭირო იყოს, რომ რუსეთთან ისაუბროს სარკოზიმ საქართველოს პერსპექტივებზე ევროკავშირში ინტეგრაციის. ეს სხვა საკითხი არის, რომელიც არის ჩვენ ურთიერთობაში გასაგრება და ამის პირობას დღეს ვერც სარკოზი და ვერც ვერავინ ვერ მოგცემს, იმიტომ ეს თემა დღეს აქტუალური
არ არის ევროკავშირში და ვერც ერთი თავმჯდომარე 27 ქვეყნის გარეშე. არა, მაგრამ ეხლა ეს არის სააკაშვილი. შეიძლება ვაღიარებ შემოქმედება. პრეზენტაცია იმისი, რომ თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ვერ იქნებოდა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უკვე ხვალინდელი შეხვედრის ყველა თემები გარკვეული იყო წინასწარ, იმიტომ ეს 27 ქვეყნის შეთანხმების საკითხი არის და ეს მხოლოდ უფრო როგორც δηλობიანი ფორმულა, რადგან სააკაშვილი, რომელიც კერძო ვიზიტით იმყოფება საფრანგეთში თავისი წიგნის პრეზენტაციისთვის და მოითხოვა შეხვედრა, მისცეს ეს შეხვედრა, ცოტა არ იყოს იმისთვის, რომ ხვალ ხდებით მედვედევს და ამისი რაღაც დაბალანსება ფორმალურად ხდება. ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი სხვა რამე არის, რომ ამ ურთიერთობების აღდგენაში, ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობებში დღეს უკვე საქართველოს ფიგურირებს როგორც თემა. ვიღაცებს არ მოწონთ ესა და მე მინდა რომ ხაზი გაუსვა იმას და ეს უნდა კარგად შევიგნოთ, რომ ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი, რომ ჩვენ არ გამოვიდეთ ამ დიალოგის თემიდან. ჩვენ არ დაგვიწყოთ ევროკავშირმა, როგორც თქვი, ჩვენ გადავედით მეორე პლანზე, ეს ბუნებრივი არის და გასაგებიც არის, იმიტომ რომ ბევრი სხვა რამე ხდება მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ როგორც კი გამოვალთ ამ დიალოგის ფორმატიდან, რჩებით ერთ-ერთზე რუსეთთან და მე მგონი ჩვენთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი არის სწორედ ეს ერთ-ერთზე დარჩენა. ჩვენთვის საჭირო არის, რომ ჩვენ ვიყოთ ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის და რუსეთის დიალოგის. საჭირო არის, რომ ჩვენ ვიყოთ ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკის და რუსეთის დიალოგის და თუ შესაძლებელი იქნა და მე მგონი რომ ესეც მოვა, გავხდეთ თემა აუცილებელი ევროკავშირის, ამერიკის და რუსეთის ერთად მოლაპარაკებების. და იქ უნდა ცხადი არის ჩვენ გამოვიდეთ ჩვენი პოზიციებით, არა ჟენევის ვარიანტში, სადაც ჩვენი პოზიციები არ არსებობს და ჩვენ რაღაც განცხადებების რეტორიკით ვარსებობთ იქა და არა სერიოზული, მოფიქრებული პოზიციებით, რითი უნდა წამოვიდეთ ჟენევიდან. რაც უნდა ყოფილიყო ჩვენი ამოცანა, ამისი დრო ამოიწურა უკვე, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო რამდენი დევნის ვაბრუნებთ დღესვე, რანაირად ვიცავთ ჩვენ ხალხს ერევში თუ ახალგორში. სხვათა შორის ახალგორზე მინდა ვთქვა ერთი რამე, ჩვენ მივიღეთ ცნობები, რომ ახალგორიდან მოდის ხალხი არა იმიტომ, რომ იქ ვერ რჩებიან, არამედ იმიტომ, რომ სთავაზობენ კოტეჯებს. აქ არის ჩვენი ხელისუფლების ცოტა უცნაური პოლიტიკა. კოტეჯების ცხადი არის, კარგი რამე არის, ბანაკებს ჯობია, მაგრამ არ ჯობია არავითარ შემთხვევაში იმას, რომ ადამიანები ადგილზე იყვნენ, ჩვენ თუ ჩვენი ხელით დავცვალეთ სასაზღვრო სოფლები და მე უკვე გასულ ჩვენ შეხვედრის დროს ვილაპარაკე იმაზე, თუ რა დღეში იყო ერგნეთი და მე როგორც გავიგე, იმის მერე ჩავიდნენ ერგნეთში და მიმდებარე სოფლებში. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ როგორ მოვექცევით ამ სასაზღვრო წყალებში ცხადი რეგიონს, სადაც ჩვენ უნდა გავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა, უნდა დავეხმაროთ, რომ იქ იყვნენ რაც შეიძლება კარგ პირობებში, ადამიანები ჩამოდიან აქ, რომ სკოლის წიგნები არ აგვაქვს ახალგორში. ეს არის გასაკეთებელი და არა მხოლოდ გარეთყვირილი, რომ ძალიან უსაძლისი პირობები არის. ცხადი არის, რომ ძალიან რთული პირობები არის. ის ხალხი უნდა დავიცვათ ჟენევაში და ჩვენ უნდა დავიცვათ იმითი, რომ გავუმაგროთ ზურგი ადგილზე და არა დავეხმაროთ გამოსვლაში და სხვაგან გადაადგილებაში. შემდეგი ევროპიდან კიდე ის წამოვიღე, რომ სააკაშვილის კრედიტი არის დამთავრებული. ხო, ყველამ წავიკითხეთ, ეს არ ეხება მხოლოდ ევროპას, ეს არის მთლიანად დასავლეთში გავრცელებული მოსაზრება. ცხადი არის, არავის აღარ ჯერა სააკაშვილის თეზისების იმის შესახებ, რომ თვითონ არ დაუწყია ომი და რაღაცა იძულებული გახდა და რაღაცები, ეს ყველაფერი დამთავრებული წყვილი არის. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანი არის და ვიტყოდი უფრო ცუდი ქვეყნისთვის. აქ ამ შემთხვევაში მაინც რაც არ უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება პრეზიდენტის სახე საზღვარგარეთ და ქვეყნის სახე
რაღაცნაირად გაიგივებული არის და ძალიან ცუდი არის ის, რაც ხდება საქართველოს იმეჯისთვის და საქართველოს რეპუტაციისთვის. ესე იგი, ჩვენ ნდობის ფაქტორი ჩვენს მიმართ დღეს უკვე არის ისე დაქვეითებული, რომ ძალიან დიდი სამუშაო არის საჭირო